მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მეცნიერები საკმაოდ არადამაიმედებელ პროგნოზს გვიწინასწარმეტყველებენ. ზოგადად, გლობალური დათბობა მარტო ჩვენი ეპოქის პრობლემა არაა. ის ყოველთვის პერიოდულობით იყო ჩვენს დედამიწაზე გამყინვარებასთან ერთად. იყო პერიოდები, როცა დედამიწაზე გამყინვარება ბატონობდა და არის პერიოდები, როდესაც ყინული უკან იხევდა და დგებოდა გლობალური დათბობის პერიოდები. ამ პერიოდში ახლა ჩვენ ვართ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1950 წლიდან დღემდე დაახლოებით 1,1 გრადუსით მოემატა ტემპერატურამ, მაგრამ ეს 1,1 გრადუსის მომატებამ გამოიწვია გაუთავებელი წყალდიდობები, გვალვები და სხვა კლიმატური ცვლილებები. გლობალური დათბობა დედამიწის ზედაპირის ატმოსფეროსა და ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის თანდათანობითი ზრდის პროცესია. წარმოადგენს დედამიწის კლიმატური სისტემის საშუალო ტემპერატურის გრძელვადიან მატებას, რომელიც გამოხატულია ტემპერატურის პირდაპირ გაზომვითა და დათბობის სხვადასხვა ეფექტების მაჩვენებლით. ეს არის კლიმატის ცვლილების მთავარი ასპექტი, რომელიც გარდა ზედაპირის გლობალური ტემპერატურის მატებისა, აგრეთვე შეიცავს ისეთ შედეგებს, როგორიცაა ატმოსფერული ნალექების ცვლილება. კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი IPCC-ს და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული კლიმატის დათბობის დომინანტური ფაქტორია. გლობალურ დათბობამდე მისვლა დედამიწელებმა სათბური ეფექტის დიდი დოზით და გამომუშავებით მოახერხეთ. ადამიანი დიდ გავლენას ახდენს სათბურის აირის გამოყოფაზე. ამასთან დარტყმის 90%-ზე მეტი ტონის ნახშირორჟანგზე და მეთანზე. მოსახლეობის ზრდა დაჩქარებულია არითმეტიკული პროგრესიით. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნილება მათ კვებაზე, გადაადგილებაზე და ზოგადად ცხოვრებისეულ მოთხოვნებებზე. განსაკუთრებულად დამაზიანებელია ბუნებისთვის გაზრდილი მოპოვება ნავთობსა და გაზის, ხე-ტყის გაჩეხვისა და ზოგადად ტყის მასობრივი გაჩეხვის ფაქტები და ხანძრები. ყოველივე ეს ზრდის ნახშირორჟანგის გამოყოფას. ასევე მეთანის გამოყოფის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა მსხვილფეხა პირუტყვი, რომელიც ესოდენ საჭიროა გაზრდილი მოსახლეობის გამოსაკვებად. ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია სოფლებიდან მოსახლეობის მასიური გადინება დიდ ქალაქებში, სადაც დიდი რაოდენობით ფაბრიკა-ქარხნებია განლაგებული. ურბანიზაცია ერთ-ერთი უდიდესი ხელშემწყობია ნახშირორჟანგის გამოყოფის თვალსაზრისით, ვინაიდან გაზრდილია ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. განსაკუთრებულად თბოელექტროსადგურები გამოყოფენ ნახშირორჟანგს. ყოველივე ეს ფაქტორები იწვევს გლობალური დათბობის დაჩქარებას, რაც შედეგობრივად კატასტროფული იქნება კაცობრიობისთვის. მოხდება ბევრი ამჟამად ნაყოფიერი მიწების გაუდაბნოება, ზოგადად ოკეანის წყლის დონის მატება რამდენიმე მეტრით, რაც გამოიწვევს ბევრი ტერიტორიის წყლის ქვეშ მოხვედრას. რამდენიმე კუნძულოვანი სახელმწიფო საერთოდ გაქრება. მოხდება მტკნარი წყლის დეფიციტი, მოსავლიანობის შემცირება და შიმშილი. არსებობს უამრავი მარტივი თუ მასშტაბური გზა, თუ როგორ ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას. გლობალური დათბობა რომ თავიდან ავირიდოთ, ან შევამციროთ, აუცილებელია ყოველმა ადამიანმა გავაკეთოთ მაქსიმუმი. ყველაზე მარტივი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის, შევძინოთ ნაკლებვატიანი ნათურები, გამოვვრცოთ კომპიუტერები და ტელევიზორები, მაშინ როდესაც არ ვიყენებთ მათ. კარგი იქნება თუკი შევამცირებთ წყლის გამოყენებას და სახლში ბუნებრივი ენერგიით ისარგებლოთ. მანქანების გამონაბოლქვი ისაა, რაც ყველაზე მეტად ვნებს კლიმატს. გარემოს დამცველები საზოგადოებას ურჩევენ ნაკლებად გადაადგილდნენ ავტომობილებით, თუ აქვთ საშუალება გადავიდნენ ელექტრომანქანებზე, ველოსიპედებზე. ბოლოს 30 წლის განმავლობაში ბიომრავალფეროვნება 27%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე აღარ გვექნება სუფთა ჰაერი. ამ პრობლემის ყველაზე პრიმიტიული გადაწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს ხის დარგვა, მაქსიმალურად გავამწვანოთ ჩვენი საცხოვრებელი ტერიტორია. პრობლემა ბევრია, მაგრამ დღევანდელობა იძლევა საშუალებას ბევრნაირი გამოსავალის არსებობდეს. რეალურად ყველამ კარგად იცის, სად გადის ზღვარი პრობლემასა და მის გადაჭრას შორის, ადამიანის მონდომებაზე. მაგრამ სანამ ხალხმა არ იცის, რა რისკის წინაშეც დგას თვითონ და მთელი პლანეტაც, რთულია მოქმედება. ამისთვის კი საჭიროა განათლების ქონა და მასტიმულირებული იქნება, რომ ახლოს მიიტანოს ეს პრობლემები გულთან და იზრუნოს გარემოზე.